ქრისტე იშვა. ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით. დადგა ყველა დღესასწაული და მსოფლიო სიხარულით აღივსო. დღესასწაული ყველა სათნოების დაგვირგვინებისა, წყარო და ფესვი ყველა ჩვენი სიკეთისა. დღესასწაული, რომლითაც ცა გახსნილია, სული წმინდა გარდა მოსულია, შუა კედელი განადგურებულია, საზღურები დაიქცა, განშორებული შეერთდა, ბნელი გაიფანტა, სინათლე გამობრწყინდა, ცა მიიღო ბუნება, მიწიდან გამომავალი, მიწამ ბუნება ქერუბიმებზე დავანებული, მონები თავისუფლები გახდნენ, მტრები შვილები, უცხო ტომელები, მემკვიდრეები. მისგან ხანგრძლივი მტრობა და დიდი ხნის ომი განადგურდა და დადგა მშვიდობა, რომელსაც ანგელოზები და მართალი ადამიანები დიდხანს ელოდნენ. პავლემაც ასე შესძახა, რამე თუ იგი თავადი არს მშვიდობაი ჩვენი, რომელმა შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაი მის დახსნა, მტერობა იგი ხორცითა მისითა, ჟული იგი მსნებათა მათ ბრძანებითა განაქარვა. მისგან აღმართულია ჯვრის ნიშანი, ბრწყინვალე და დიდებული, ქრისტეს ნადავლი, ჩვენი ბუნების დასაბამი, ჩვენი მეუფის აბჯარი. განა არსებობს რამე ამ დღესასწაულის შესადარი. ღმერთი მიწაზეა, ადამიანი ზეცაშია, ანგელოზები ადამიანებს ემსახურებიან, ადამიანები ანგელოზებთან და სხვა ზეციურ ძალებთან ურთიერთობენ, დემონები განვარდებიან, სიკვდილი განადგურებულია, სამოთხე გახსნილია, წყევლა მოხსნილია, ცოდვა გაქრა, ცდომილებები განდევნილია, ჭეშმარიტება ჩამოვიდა. ბუნება, რომლისგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავდნენ, დღეს ღმერთს შეუერთდა. ამას რომ მოისმენ, გულგატეხილობა მიატოვე. ყოველგვარ იმედსა და მოლოდინს აჭარბებს, რომ ღმერთი ადამიანი გახდა. თუკი ეს აღსრულდა, მაშინ ყველაფერი მას მიხვება გონივრული თანმიმდევრობით. იგი თავს ასე უგუნურად და ასე ფუჭად არ დაიმცირებდა, ჩვენი ამაღლება რომ არ განეზრახა. იგი ხორცით იშვა, რათა შენ სულით გშვას თავიდან. დედაკაცისაგან იშვა, რათა შენ დედაკაცის ძე აღარ იყო. დაუშვა რომ მისი ძე მონა გამხდარიყო, რათა შენთვის მონისათვის მეუფე მამად გაეხადა. ამგვარად გავიხაროთ და გავმხიარულდეთ, სიხარულით გავიხსენოთ ჩვენი სიკეთეები. თუკი მამამთავარი აბრაამი მოხარული იყო, უფლის დღე ენახა, ნახა და გაიხარა. მით უმეტეს ჩვენ როცა ღმერთს სახვევებში ვხედავთ, ამ საშინელსა და განსაცვიფრებელ სანახაობას გუმართებს ვხარობდეთ და მხიარულობდეთ. გვაკვირვებდეს და გვანცვიფრებდეს ასეთი სიკეთის სიმაღლე, მაგრამ როგორ მოხდა ეს საოცარი და დიადი საქმე. ჩვენ შემწოდენი, რომლებიც მიწის უღირსები აღმოჩნდით, ზეცის ძალაუფლებას მოვაკოდით, როგორ აგვიყვანეს ასეთ სიმაღლეზე, ომი როგორ შეწყდა, რისხვა როგორ განადგურდა, როგორ. ყველაზე გასაოცარი და განსაცვიფრებელი ის არის, რომ მშვიდობამ მაშინ კი არ დაისადგურა, როცა დახმარებისათვის ჩვენ მივმართეთ შემწოდეებმა, არა მაშინ, როცა მტრები და არა კეთილმოსურნეები დამხობილები არიან, არამედ მაშინ, როცა ჩვენ იმან მოგვიწოდა, ვისი მართალი რისხვაც დავიმსახურეთ. გევედრებით ქრისტესთვის დაეგენით ღმერთსა, ანუ ქრისტეს სახელით გთხოვთ, რომ ღმერთს მიმართოთ, ამბობს მოციქული პავლე. ეს რა არის? იგი უფალი შეურაცხყვეს და იგივე ვევედრება და ჩვენ
შევეცდებით თუ ნებას დამრთავთ სიტყვის შემდგომი განგრძობისას გიჩვენოთ რომ იმ დროს როცა ადამიანს არავითარი ღვაწლი არ შეუსრულებია იგი მხოლოდ და მხოლოდ თავისი სიკეთის გამო გვანიჭებს ახლანდელსა და მომავალ სიკეთეებს მაგრამ ყურადღებით მოისმინეთ მანამ სანამ ანგელოზები და სხვა ზეციური ძალები გაჩნდებოდნენ არსებობდა ღმერთი და უსაბამო და საუკუნიდან თვითკმარი იმიტომ რომ ეს არის ღვთაების თვისება შექმნა არა სხვა რამის არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი სიკეთის გამო მას მათი მსახურება არ სჭირდებოდა და მათი შემოქმედი არ იქნებოდა კეთილი რომ არ ყოფილიყო მათი შექმნის შემდეგ იგი ქმნის ადამიანსაც ისევ და ისევ იმავე მიზეზით და მთელ ამ სამყაროს და რაც აღავსო იგი ათასობით სიკეთით მან უმნიშვნელო და შეურაცხი ამდენი საქმის გამკარგულებლად დაადგინა მიწაზე იმად წარმოაჩინა რაც თვითონ არის საში რაც ეს ყველაფერი შექმნა და მას გარს ასეთი პატივი შემოარტყა მას მისცა განსაგებელად როგორც მეფეს აძლევენ სასახლეს საუკეთესო რამ რაც კი დედამიწაზე იყო სამოთხე ანუ ყველაფერი მიცა ადამიანს და არა მარტო ამით მიაგო მას პატივი არამედ ყველასაგან მხოლოდ მას მიანიჭა სიტყვა მასზე ცოდნის ღირსი გახადა შესაძლებლობა მისცა დამტკბარიყო რამდენადაც მას დატევა შეეძლო მასთან საუბრით დახპირდა უკვდავების მინიჭებას მრავალი სიბრძნით აღავსო მისცა მას სულიერი ნიჭი რათა მას რაღაცის წინასწარ მეტყველებაც შეძლებოდა მას რაღა მოხდა ამდენი და ასეთი სიკეთის შემდეგ მან ეშმაკს უფრო დაუჯერა ვიდრე ამ ყველაფრის მომნიჭებელს არა ჩააგდო მცნება მისი მომცემისა და მას იმისი სიცრუე ამჯობინა ანუ ეშმაკის ვისაც მისი ყოველ მხრივ დაღუპვა სურდა ამგვარად თუ გაანადგურა იგი ღმერთმა რაც სამართლიანი იქნებოდა მას შემდეგ რაც მან დასაწყისიდან შეიძლება ითქვას პირველი ნაბიჯიდანვე ასეთი უმადურობა გამოიჩინა სულაც არა იგი დაცემულზე უფრო მეტად ზრუნავს ვიდრე ადრე მას შემდეგ რაც ადამიანთა მოდგმამ გარყვნა დაიწყო იმდენად რომ საშიშროება გაჩნდა მიწის პირისაგან აღგვიგიყო ისინი ვინც ღმერთს შეურაცხყოფდნენ მაინც ისეთი მზრუნველობით სარგებლობდნენ რომ იგი მონის წინაშე თავს იმართლებდა ისე ელაპარაკებოდა როგორც თანაბარი პატივის მქონე მეგობარს და მიუთითებდა დაღუპვა რა მიზეზით მოხდებოდა ანუ ბოლომდე უფალი ცდილობდა და ცდილობს შეგონებას ცოდვილი ადამიანისა შემდეგ იგი ანიჭებს რჯულსა და შეწევას აგზავნიდა წინასწარ მეტყველებს რათა მათ მიეთითებინათ რისი გაკეთება იყო საჭირო და ბოლოს მან თავისი მხოლოჩობილი ძე გამოგზავნა დედაკაცისაგან შობილი რჯულ ქვეშ ჩამდგარი რათა რჯულ ქვეშ მყოფნი გამოესყიდა რათა ჩვენ ძეობა მიგვეღო ამიტომ წინასწარ მეტყველი რომელსაც უკვირდა სოფლიოზე მისი უდიდესი მზრუნველობა ყველას გასაგონად ხმამაღლა იძახის ასე ამბობს ამისა შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა ბარუქის წინასწარ მეტყველება ჭეშმარიტად გასაოცარია იმის გაგონება რომ ღმერთი გამოუთქმელი და უთქმელი გარეშე მოუწერელი და მამის სწორი ჭეშმარიტი ძე დაუსამობ ღვთისა მოვიდა ქალწულის საშოს გავლით და ინება დედაკაცისაგან შობილიყო იგი არ შეწყვეტს მანამ აკეთოს ყველაფერი და აგვაროს სანამ ჩვენ მასთან ღმერთთან არ მიგვიყვანს და სანამ ტრებს მეგობრებად არ აქცევს თრობას გავაგრძელებთ წირვის ბოლოს
ერთმა დაგლოცოთ და გავიხსენოთ. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ურიასტანისასა დღეთა ჰეროდე მეფისათა აჰა მოგუნი აღმოსავლით მოვიდეს იერუსალემ და იტყოდეს სადარს რომელი გიშვა მეუფე ურიათაი რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავლით და მოვედით თაყვანის ცემად მისსა. ჭეშმარიტების მტრები აქ სიტყვას გამოედევნებიან და ამბობენ აი როცა ქრისტე დაიბადა გამოჩნდა ვარსკვლავი ეს მიუთითებს რომ ასტროლოგია სარწმუნო საქმიანობაა. ამაზე რა ვთქვათ? საკითხის გადაწყვეტას თვით ვარსკვლავიდან დავიწყებთ. ეს ვარსკვლავი არ იყო ერთი მრავალთაგანი. უფრო მეტიც, იგი ვარსკვლავი საერთოდ არ იყო. ეს უხილავი ძალა იყო, რომელმაც ასეთი სახე მიიღო. ეს შანს პირველ რიგში იქიდან, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჩვენ ხედავთ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იხრება. ეს ვარსკვლავი კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიდიოდა. პალესტინა ხომ ასე მდებარეობს სპარსეთის მიმართ. მეორეც, იქიდან რომ იგი ღამით კი არ ჩანდა, არამედ ღისით, მზის სინათლეზე. მესამეც, იქიდან რომ იგი ხან ჩნდებოდა, ხანაც თვალს ეფარებოდა. იგი ჩანდა პალესტინამდე, მაშინ როცა მოგვებს მოუძღოდა. მაგრამ როცა მათ იერუსალიმს მიაღწიეს, მიიმალა. შემდეგ, როგორც კი ისინი ჰეროდესაგენ გამოვიდნენ, იგი კვლავ გამოჩნდა. ეს ყველაფერი ვარსკვლავისათვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ რომელიღაც გონიერი ძალისათვის. მეოთხეც, იქიდან რომ იგი ადგილზე მიუთითებდა, როცა იგი ადგილს უჩვენებდა, დაბლა ეშვებოდა, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ამის სიმაღლიდან გაკეთება. თუ ზემოთ დარჩებოდა, ვერ მიანიშნებდა და მათთვის შესამჩნევს ვერ გახდიდა ასეთ მცირე ადგილს. ანუ გამოქვაბულს, სადაც იშვა იესო ქრისტე. ხედავ, რამდენი საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ ის ვარსკვლავი არ იყო. მრავალ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი და რომ მისი გამოჩენა გარეგან შობა სულაც არ მოხოლია. მას რისთვის გამოჩნდაო? იტყვით, რათა იუდეველთა უგრძნობელობა განეცვიფრებინა. ვინაიდან ისინი განუწყვეტლივ ისმენდნენ, რასაც წინასწარმეტყველები მის მოსვლაზე ამბობდნენ, ანუ იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ და ყურად არიღებდნენ. ამიტომ მან უფალმა აიძულა ბარბაროსები მოსულიყვნენ შორეული მიწიდან და იუდეველთა მეფემ მათთან მოეძებნათ, ანუ მოგვები სპარსეთიდან, რათა მათ სპარსელთა ენაზე მოესმინათ ის, რისის სწავლაც წინასწარმეტყველებთან ვერ შეძლეს, რათა მათ უდიდესი მიზეზი ჰქონოდათ დასარწმუნებლად, თუ კი საღად მოაზროვნეები აღმოჩნდებოდნენ და რათა მათ სამომავლოდ წართმეოდათ ყოველგვარი გამართლება, თუ კი თავიანთ ჯილდობას განაგრძობდნენ. ღმერთი იზიდავს მოგვებს ვარსკვლავის მეშვეობით, მოუწოდებს მათ იმით, რაც მათთვის ჩვეულია. იგი მათ დიდ და არაჩვეულებრივ ვარსკვლავს უჩვენებს, რათა სიდიდის სანახაობის სილამაზითა და მისი სვლის ხერხით განაცვიფროს. როცა იგი უფალი მათ გამოუძღვა, მოიყვანა და ბაგასთან დააყენა. მაშინ მათ ლაპარაკი ვარსკვლავის მეშვეობით კი აღარ დაუწყო, არამედ ანგელოზის პირით, მოგვებს, ვარსკვლავითა და ანგელოზით, ხოლო ჩვენ თვით მხოლოჩობილის მეშვეობით გვასწავლა, ამაღლებული საიდუმლო და ჩვენი გონებისაგან აღმატებული. ვიფიქროთ მისი ასეთი მოწყალების სიმაღლეზე და მას ღირსეული პატივი და საზღაური მივაგოთ. ჩვენი მისაგებელი კი ღმრთისადმი არ შეიძლება სხვა რამე იყოს გარდა ჩვენი და ჩვენი სულების ხსნისა, გარდა სათნოებაზე ჩვენი ზრუნვისა და ჩვენს ძმებზე ფიქრისა. სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს ნიშანი
და ქრისტეს მორწმუნისა და მოყვარულის განმასხვავებელი თუ არა ზრუნვა ჩვენს ძმებზე და მათ ხსნაზე ფიქრი. იმიტომ რომ ქრისტეც საკუთარ თავს კი არ აამებდა, არამედ მრავალთ. პავლე ასეც ამბობს, არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაითავს ხომდეო. ეს რომ ვიცით, საყვარელო, გამსაჯოთ ჩვენი ცხოვრება. დიდად ვიზრუნოთ ჩვენს ძმებზე, მათთან ერთობა შევინარჩუნოთ. ამისაკენ გვიბიძგებს ის საშინელი ძრწოლის მომრგვლელი მსხვერპლი, რომელიც გვიბრძანებს, მიუდგეთ მას უდიდესი თანამოაზრეობით, მხურვალე სიყვარულით და იქ რომ ორბები გავხდებით, ამგვარად თვით ცამდე აღმაღლდებით. რამე თუ სადაცა იყოს მძორი, ნუნსა შეკრებეს ორბები, როგორც ამბობს მათე მახარებელი. მძორს სხეულს უწოდებს, იმიტომ რომ იგი კვდება, იგი რომ გვამი არ ყოფილიყო, ჩვენ არ ავსდგებოდით, ხოლო ორბებზე რომ ლაპარაკობს, მიუთითებს, რომ მისი ხორცის მაზიარებელი ამაღლებულად განწყობილი უნდა იყოს. მიწასთან საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს, დაბლა არ უნდა მოისწრაფოდეს, თავჩაგინდრული, არამედ გამუდმებით ზევით უნდა ისწრაფოს. სიმართლის მზეს შესქეროდეს და მახვილი აზრიანი მზერა ჰქონდეს. ეს ხომ ორბების ტრაპეზია და არა სხვისა. ისინი, ვინც ახლა ღირსეულად ეზიარებიან, მას მაშინაც შეხვდებიან, როცა იგი ზეციდან ჩამოვა. პირიქით, ვინც ტრაპეზს უღირსად ეზიარებიან, ყველაზე საშინელ ტანჯვას იგემებენ. თუ კი საჭიროების გარეშე მეფეს არ ეხებიან, რას ვამბობ, მეფეს მეთქი. საჭიროების გარეშე და არაწმინდა ხელებით სამეფო სამოსაც ვერ ეკარებიან, თუნდაც მეფე უდაბნოში იყოს, თუნდაც იგი მარტო იყოს და სხვა არავინ იყოს მასთან. სამოსელი ხომ სხვა არაფერია, გარდა ძაფებისა, მატლებისა, აბრეშუმის ჭიების მიერ არის მოქსოვილი. საღებავი კი, რომელიც შენ გაოცებს, მკვდარი თევზის სისხლია მხოლოდ და მაინც ვერ ბედავენ მას უსუფთავო ხელებით შეეხო. ამგვარად თუ კი საჭიროების გარეშე ვერ ბედავენ ადამიანის სამოს შეეხო, მაშინ ჩვენ ასე შებღალულები როგორ მივიღებთ ღვთისო ხორცს, უმციკლო სუფთა ხორცს, ღვთაებრივი ბუნების თანაზიარს, რომლითაც ჩვენ ვარსებობთ და ვცოცხლობთ, რომლითაც შემოსრულია სიკვდილის კარიბჭე და გახსნილია სათათაღები. გევედრებით თავს ურცხობით, დავიღუპავთ, არამედ მასთან თრთოლვითა და ყოველგვარი სისუფთავით მივიდეთ, რათა უმძიმესი სასჯელი არ მივიღოთ. რაც მეტი სიკეთე მივიღეთ, მით მძიმე სასჯელს მივიღეთ. თუ კი სიკეთის ღირსნი არ აღმოჩნდებით. ამ სხეულის წინაშე მაშინაც კი, როცა იგი ბაგაში იწვა, მოგვები მოისწრაფოდნენ, მოწიწებული თრთოლდნენ, დაიხარნენ. კაცებმა, რომლებმაც ღმერთი არ იცოდნენ, ბარბაროსებმა, რომლებმაც დატოვეს სამშობლო და სახლი, დიდი გზა გამოიარეს და მოსულებმა თაყვანისცეს მას უდიდესი შიშითა და თრთოლით. მაშ ბარბაროსებს მივბაძოთ ჩვენ, ზეცის მოქალაქეებმა. ისინი მას მიუახლოვდნენ უდიდესი თრთოლით. ნახეს იგი ბაგაში და კარვის ქვეშ და არაფერი უნახავთ იქიდან, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. შენ კი მას ბაგაში კი არ ხედავ, არამედ საკურთხეველზე. უყურებ, რომ დედაკაც კი არ უჭირავს, არამედ მღვდელს გამოაქვს და სულიწმინდა დიდი სიუხვით განაბრწყინებს შემოთავაზებულს. შენ ხედავ არა უბრალოდ სხეულს, როგორც ისინი ხედავდნენ, არამედ შენთვის ცნობილია მისი ძალაც და მთელი განგებულებაც. შენ ვინც გულმოდგინედ განდობილი ხარ ყველაფერში, არაფერი უცნობი არ რჩება, რასაც იგი აღასრულებს. მაშ გამოფხიზლდეთ და თრთოლობით აღვივსოთ, უფრო მეტი სისუფთავე ვაჩვენოთ, ვიდრე იმ ბარბაროსებმა, რათა უგუნურად და სასხათა შორისოდ რომ მივიახლოთ, საკუთარ თავზე ცეცხლი არ შევიკრიბოთ.
ამას კი იმისათვის არ ვამბობ, რომ საიდუმლოს არ ვეზიაროთ, არამედ იმისათვის, რათა უგუნურად არ ვეზიაროთ. იმიტომ რომ როგორც უყურადღებოდ მიახლება საშიში იმ საიდუმლო ტრაპეზთან, ისე საერთოდ უზიარებლობაც შიმშილი და სიკვდილია. ეს ტრაპეზი ჩვენი სულის მამოძრავებელია. ძალა, რომელიც ჩვენს გონებას უერთდება. სითამამის საფუძველია იმედი, ხსნა, სინათლე და სიცოცხლეა. როცა იქ ამ სხვერპლით გავდივართ, ანუ ამ მიწიერი ცხოვრებიდან გავდივართ, ჩვენ უდიდესი სითამამით ვაღწევთ წმინდა კარიბჭეს, როგორც ყოველმხრივ ოქროს საჭურველით გარე შემოზღუდულები. მომავალზე რას ვლაპარაკობ? აქ ეს საიდუმლო შენთვის მიწას ზეცად ხდის. მას გახსენი ზეცის კარიბჭე და მას შეხედე.